მოგესალმებით, მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა, ყველა პატიმარს, აი ჩემი დიდი პატივისცემა და რაღაცნაირად აქედან თანადგომა მინდა გამოგიცხადოთ და დიდი სიყვარული, რა თქმა უნდა, და მოხუცებულები ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამოდენიმე შემხვდა და იცი რატო გიყვარს შენი გადაცემაო, რომ სულ რო კითხულობო და არ გავიწყდებითო და რა ცოტა დრო არის, ხა დღეს მამა თემურაზის წლისთავი 1 წელი გავიდა, წარმოიდგინეთ და როგორ გარბის და როგორ ეს დრო კიდე კაცმა არ იცის და რამდენ რაღაცას ვინანებთ, რამდენ რაღაცას ვერ მოვასწრებთ, რამდენ რაღაცაზე ვიტყვით, რომ ნეტა ეს გაგვეკეთებინა, ხო? და აი ამისათვის ახლა ძალიან საყურადღებოა ყოველი წამი, წუთი და დღე. და ძალიან სწრაფად გადის დრო და იმიტომ კიდევ ერთხელ მამა თემურაზის სულის დიდება იყოს, მართლა ეს ადამიანი იყო რაღაც უნიკალური ადამიანი, რომელმაც აი მართლა ღმერთი და ერთმანეთი შეაყვარა ადამიანებს, იმიტომ რომ დღეს ესეთი ადამიანები იყვნენ ერთმანეთის გვერდით, რომ უბრალოდ შეიძლება ფიზიკურად მამა თემურაზი რო არ ყოფილიყო, საერთოდ არ ცოდნათ ერთმანეთი და მადლობა საგარეჯოს იმ ეპარქიას, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისთვისაც ესეთი ძვირფასია, სხვა ადამიანი და მოძღვარი. იგივე მამა კახაბერი ადამიანები გარდაიცვალნენ, მიდიან ჩვენი ცხოვრება ძალიან მოიმატა სიკვდილიანობა. დღეს ყავს მამა პეტრე, არქიმანდრიტი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე მისი მოსვლით, მართლა დასაფასებელი ადამიანი, რომელიც მიგძალავს ხოლმე, რო თქვა, მაგრამ ძალიან დიდ პატივს გცემთ მამაო რა ნახეთ ყველანაირად ვცდილობ რომ ლამაზად არ გაქო ნახე აი ხელებს მიქნეს ქვემო და მუქარას ყველაფერს აქვს ადგილი რომ არ ვაქო მაგრამ მამაოს ნაირი ადამიანები უნდა დავაფასოთ ჩვენ და აუცილებლად სულ მინდა რომ ხშირად ყავდეს ხოლმე იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია ხართ მამაო საქართველოს და თუ შეიძლება მამაო ძალიან ცოტა დრო აქვს ადამიანს ამ ცხოვრებაში სამი სიცოცხლე რო იცხოვრო მაინც არ გეყოფა ის რომ გააკეთო იმდენი და როგორ უნდა მოუფრთხილეთ ერთმანეთს და როგორ უნდა მივიყვანოთ ერთმანეთი მამაო და ვატაროთ დიდი მადლობა მოწვევისათვის მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს ღმერთმა დალოცოთ გაახაროთ გასულ დღესასწაულებსაც ულოცავთ და მომავალსაც კიდე და ყველას რა თქმა უნდა ადამიანის სიცოცხლე აი წამიერია თითქოს აი ასანც რო გაკრავდა აინთება და ჩაქრება. აი ესეთი რაღაცა ახლა საკმარისად დიდი დრო გავიარე ცხოვრებაში და დიდი მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ამდენი მომცა და მაჩვენა და აი კიდე მინდა რომ რაღაცა მოვასწრო რაღაცები მაგასაკეთებელი მაპატიოს ღმერთმა და თქვენს მაპატიეთ რომ მე ვთვლი რომ აი ჩემი სათქმელი ჯერ არ მითქვი. აი რას ველოდები არ ვიცი, მაგრამ მადლობა ღმერთს რაც მომცა და თითოეულ ადამიანს რაღაც ფუნქცია აქვს. აი ადამიანები ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ერთმანეთის გარეშე ძალიან ძნელია ყოფა. ეს ხოლო დიდ მამებს შეეძლოთ რომ განდეგილობაში ყოფილიყვენ და ღმერთთან უშუალო ურთიერთობა ქონოდეს. ძალიან ძნელია. ამიტომ ძალიან ცოტანი არიან ესეთი დიდი მამები, რომლებიც აი ესე დიდი მადლი მიიღეს, მაგრამ ჩვენ უბრალო ადამიანები ერთმანეთს გვერდზე უნდა დაუდგეთ და წარმოვიდგინოთ, რომ დიდ სასახლეს ვაშენებთ და თითოეული კაცი ვართ პატარა აგურები. ერთმანეთზე რო ვარ დამოკიდებული, არავინ არ იცის, მაგრამ ვართ, ახლა ამას როგორ გაიქცევი, როგორ დამალავ? აბა კითხე ადამიანი. არა, უნდა ამაზე ვართ რა. ადამიანის აი რამდენიმე თვისება და ფუნქცია აბა მოდი გამოვაკლოთ ისე ეს თვისება სიყვარული გამოვაკლოთ მაშინ თუ კი არავინ არ გიყვარს და თუ მაშინ მარტო ხარ ხო და აღარც ადამიანი არ ხარ თუ სიკეთეს არ აკეთებ არც ადამიანი არ ხარ ხო აი ეს თავარი თვისება სიკეთე შრომა წყალობა ნაშრომი ნაყოფითა შენითა შეჭამო და კეთილი გეყოს შენო და რო ამებს გამოვაკლებ რაღაც არ ჩარაფერი მაშინ დავჩებით ცხოველებად და შედეგიც არ იქნება. ამიტომ აი თითოეული ადამიანი, თითოეული ჩვენი ცხოვრება რაოდენობას კი არა აქვს მნიშვნელობა. ეხლა აი პირდაპირ ახლა ისეთ მე მამებზე აღარ შევეხები და აი მას ნიკოლოზ ბარათაშვილი რამდენი რა ხნისა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა. და რამდენი მოასწრო. ხო. და იმან თელი ეპოქა შექმნა. მე აღარ ლაპარაკობ იმაზე რომ აი ფიზიკოსები, მათემატიკოსები გალუ 21 წელს გარდაიცვალა, იმდენი რამეები დატოვა მათემატიკაში და იმაში რომ დღესაც შეუსწავლელია ისაკი. ხო. და აუარებელი ადამიანები.
თავდადებული ადამიანები. ხო და რაოდენობა კი არა, ხარისხი აქვს. რა გააკეთე შეიძლება რა არის იცით ხანდახან აი მე ვიფიქრია ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს ვიფიქრია რომ შეიძლება ერთი წამი ღირდათელი ცხოვრება საფსალმუნებში წერე ჯობს უფალო შენთან ერთი წამი ვიდრე 1000 წელი სხვაგან ერთი წამის ფასი ხო და ჩვენ ამ წამებს ფანტავთ რა აი უსაქმობაში უაზრო რაღაცეებში ერთმანეთის იმაში ხო და აი სადღიძელოებისა და ანუ ერთმანეთს ძალიან ვაქებთ და სიყვარულს უმტკიცებთ ჭყალებში და ანუ სულ ლანძღავთ და აი რა არიცით ხლა მე ჩემი საქმე და ფუნქცია რა არის საზოგადოება მრევლი მოდის მიდის საზოგადოებას უყურებ და აი საზოგადოება დეპრესიაში კი არა ფსიქოზშია შესული აი სულანძღვა შოთა გვასწავლის კოკაში გინითა რაც ადგას იგივე გადმოდი გავაკონტროლოთ ჩვენი თავი რომ მოდი ნუ დავუღრით ამ სიბილწეს სიბინძურეს ლანძღვა გინებას იმიტომ რომ ის მე ჩვენ გვიბრუნდება უკან ტალღა უკან გვიბრუნდება არსად არ წავა კაცო შეძახილი ხეს ახმობს შეძახილი აცოცხლებს ხეს და მოდი ვეცადოთ რომ თუ კარგს არ გავაკეთებთ ენას კბილი მაინც დავაჭიროთ და ნუ გავლანძღავთ ეხლა ჩვენ ადამიანები ვართ ხო და აბსტრაქტულ ცნებებზე კი რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანი დედაზეც ყოფილი ვართ ნაწყენები რაღაც არ მოგწონები მამაზეც ოჯახის სხვა დედმამიშვილებზეც მაგრამ მოგითმენია ჩაგვიყლაპია მე ისევ ჩავხუტებულ ვართ მე აღარ არის ლაპარაკი სამსახურის თანამშრომლებზე მეზობლებზე იქ ვიღაცა მიტინგზე ვიღაცა არ მოწონს მოდი რა ვქნათ ისე რომ მაინც და მაინც ცუდი რამეებით ნუ წარმოვიჩინებთ საკუთარ თავს და აი ჩვენ რა მოგვივიდა იცი ცოტა დამშვიდა ჩვენი ქვეყანა საჭმელი გვაქვს სასმელი გვაქვს საქეიფო გვაქვს ამოვისუნთქეთ სახლი გვაქვს კარი გვაქვს უფრო დიდი სახლები გვინდა უფრო კაი მანქანები გვინდა აუ ლანძღავ აი მას რა მეც მინდა ესეთი და მეც ასეთი კი ბატონო მეთმა მოგწეს ის შრომით მოიპოვე არავინ არ გიშლის იმას და გააკეთე და მაგრამ შურს აი ისეთი როა ისეთი მინდა და აი მე სპეციალურად დავაკვირდი და მრევლსაც და საზოგადოებასაც რომ აი სიხარბე დაგვემართლა ისიც გვინდა კაი სახლეც გვინდა კაი თანამდებობაც გვინდა გაოცებული ვარ ხოლმე თვითონ კაც არაფერი არ გაუკეთებია ახალგაზრდები რო არიან რომელსაც ოჯახი უნდა შექმნან და იმ მეუღლე მოიყვანონ გათხოვდნენ ცოლი ყავდეს და არაფერი არ გაუკეთებია კაი ცოლი უნდა შენ რატო არაფერს არ აკეთებ რომ მოიყვან იმ კაი ცოლს პატრონობა არ უნდა საჭმელი უნდა სასმელი უნდა ყველაფერი უნდა დაუკმაყოფილო თორე გაგექცევა წავა უკვე დღეს ისეთია რომ იგივე პირიქითაც ხო და რა არის იცით აი თამდაბალი ხალხი თამდაბლობა უნდა ვისწავლოთ ხო აი სკოლაში ჩვენ გვასწავლიდან ახლა პროგრამა ამოიღეს აღარაფერი აღარ არის რომ თავდაღუნ თავთავიო აი ისე რა კარგიაო მძიმე თავი აქო დახრილი რომ შიგავ მარცვლებიაო და ნაყოფი ბევრი აქო და მეორე ფშუტე თავი აკრიანებს თავსაო და ამ ეს სიბრძნეები იყო რომელსაც სკოლაში სწავლობდით ბავშვებს ასწავლით ახლა აღარ სიბრძნეზე აღარ არის ლაპარაკი და უნდა ვეცადოთ რომ ამას გვასწავლის ეკლესია ამას გვასწავლის სახარება
დიახ. მამაო, თუ შეიძლება რომ ჩვენთან ახლა საქართველოში მართლა კაი ხალხი ცხოვრობს, ეხლა ძალიან ერი ხარ, ულამაზესი ერი. მართლა, როგორი ჯერ, ამისგან შეიძლება ვზარალდებით, რომ ყველამ რაღაცა ნიჭი აქვს, რაღაცა ამ ნიჭების რაღაც აღრევა მოხდა, ის მოხდა და ანუ ადამიანები თავს ვერ პოულობენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და ბოროტმა რა გააკეთა, იცი რომ ჩვენ ნიჭებს გასაქანი მოუსპო რა, და ჩვენც ავხევით. ნახეთ მამა, მინდა რომ რეგიონებში რომ მივიდივარ ხო, ეხლა დღეს მაგალითად საგარეჯოში ვიყავი, ულამაზესი ხალხი. უბრალოდ არ არის ის პოტენციალი, რომ გაიხაროს, ხომ, რაღაც სტიმული არ არის. იქ მამა კახაბერი სადაც გარდაიცვალა რუსთავში, ხო, არაჩვეულებრივი ხალხი, ულამაზესი ხალხი. ძალიან მაგარი ხალხი ყავს მამაო რეგიონებში, ქუთაისებს და იმაზე აღარ ვთქვი, არაჩვეულ მართლა ულამაზესი და ძალიან გონიერი ხალხი, მაგრამ არასაჭირო. არავინ არ გიყენებს მამაო, შენ რო გაქვს რაღაცა ნიჭი, ხომ და გამოიყენო, ან პატრონი ხომ და ყავდეს ამ. არა, ღვთის გარდა. თუ შეიძლება მამაო, როგორ ამ იმედ გაცურებულ ადამიანებს, ხო? რა არის იცით, ჩვენ დაგვემართა რა. ისევ დაუბრუნდები სკოლას. დიახ. სკოლაში იყო პატარა კარგი იგავი იყო, ლექსი იყო, ბაყაყი და ხარი. ბაყაყი გამოვიდა. ლექსად იყო, ლექსი იყო და იდეას გეტყვი, რომ გამოვიდა ჭაობიდან და ხარი დაინახა ძოვდა და მოეწონა და მე შეთი უნდა გავხდეო. და დაიწყო გაბერვა. გაიბერა რაღაც ზომაზე და მე გასკდა. ჩვენ რა არის იცით? დღეს ინფორმაციის წყაროები შემოვიდა ბევრი რამე, რომ ევროპაში კარგად ცხოვრობენ. საჭმელი აქვს, ცასმელი აქვს, სამსახური აქვს, ხელფასები აქვს. ამერიკაში და კიდე ბევრი ქვეყანა ბაძავთ იმათ და ჩვენც გვინდა. პოტენციალში გვაქვს ესა და ამიტომ გვინდა რომ ისეთები ვიყვეთ. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი გადავიხედოთ 50 წელი უკან ჩვენ საქართველოში. და იყო მნიშვნელოვანი. ხო, 50 ძალიან ღარიბები ვიყავით. რაღაც ყოფითი გარემო სუსტი იყო. ახლა ჩემ ბავშვობაში მახსოვს მე 60-იან წლებში სკოლაში რო დავდიოდი და პატარა კლასებში ვიყავი, კამფეტი რო გვინდოდა, არ იყო კამფეტი და არც ფინანსურად იყო და შაქარში ჩავაწოვდით პურსა და იმას ჩავწვდით. შოკოლადზე არ არის ლაპარაკი. ბევრი რაღაცები გვაკალდა და დღეს ძალიან ბევრი რამეები. ადამიანები მაგრამ მე სხვა რამის თქმა მინდა, იცი? და ევროპაში ესა საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. ევროპა ძალიან გაასწრო მატერიალურად, ყოფე ცხოვრებად. ეხლა მოდი ცოტა ისტორიასაც გადავხედოთ. ევროპისა 300-400 წლის უკან ევროპაში მეფეები, ესპანეთის მეფე, საფრანგეთის მეფე, ინგლისის სამეფო კარი და ეს ჰოლანდია და პატარა პორტუგალია, კაცო მეკობრეები ცხოვრობდნენ და ეს მეფეები რო ჩამოუთავლე მეკობრეების წილში იჯდნენ. მთელი მსოფლიოს ძარცვავდნენ. ჩვენო ბრაზდებით ხოლმე რომ რუსეთმა ეკლესიები გადაგვიღება, წაიღო ჩვენი ქონება, ისიც რამდენი აქვს დაღებული? რამდენიმე მილიარდის ოქრო ვერცხლი, იმას კი ხატებზე აძრობდნენ. ოქროს პერანგსა კეცავდნენ, ისე კი არ მექონდათ იქ. კეცავდნენ, ოქროთი აღიქვამდნენ და ჩადებდნენ ტომარაში. მე ერთ ჩვენმა მრევლმა მოგვიტანა იმაში მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში და ესეთი პატარა თხელი ბროშურა იპოვა და იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მე ის გადმოვეჭდე. საქართველოს ეკლესიის აკლება. ეს არის ამას წერდა რუსი მღვდელი. ქართველისა დაწერილი არ არის. დაბეჭდილი იყო ბაქოში. 1903 წლის აიყო თუ 7-ის აღარ მახსოვს. მე დავბეჭდე და სამწუხაროდ დიდი ტირაჟით ვერ საქართველოს ეკლესიის აკლება. რა იყო იცი ამაში მოცემული? რა მიქონდათ ყოველ წელიწადს
რუსეთის ეკლესიას და რუსეთის იმპერიას საქართველოსთან 150 მილიონი რუბლის ქონება. აქედან მიდიოდა ყოველ წელიწადს შედიოდა რუსეთის ბიუჯეტში, კაზინაში, თუ რაც ერქვა. ყოველ წელიწადს. პეტერე საქართველოს. ახლა მე მინდა პარალელი გავავლო, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა მიქონდა ინგლისს ინდოეთიდან. ალბათ 10-ჯერ და 1000-ჯერ მეტი, იმიტომ რომ ინდოეთი გაცილებით მდიდარი იყო, გაცილებით დიდი იყო და მაშინდელი ინდოეთი, სამი ქვეყანა იყო ინდოეთი, პაკისტანი და ბანგლადეში ერთად და თითოეული დღესა ნახევარი ევროპას წარმოადგენს. ხოდა შინელი დაცვა მოგროვდა ეს ქონება და იმიტომ არიან კარგად. ჩვენ ახლა ვებაძებით ხშირები გაუბედურებული ქართველი კაცის ოჯახში, აი მე მახსოვს, რომ ძირითადად 50-იან წლებში და 60-იან წლებში რა ქონდა კაცს სახში? მაგიდა, ტახტი და სკივრი. და მიწურში ვცხოვრობდით. მაგრამ მამაო, ხათაშორის აი რა მინდა ვთქვა, რომ ქართველი რაღაცა აი ამ მომენტშიც ბედნიერია. არა, იმიტომ რომ ღმერთი იყო ჩვენთან. აი ხო, მაშინ აი ამას მივაკეთებ, თუ შეიძლება, აი ამის მიგნება. ამის კი ბატონო, აბა იქიდან დავიწყე შორიდან რომ რა იყო. აი ძალიან სწორი თქვით, იმიტომ აი ზუსტად იმ შაქარში. ღმერთი იყო, ჩვენა მოთმინება ქონდა, სიყვარული. მე მაქვს მადლი ქონდა, მამაო. მადლი ქონდა, რატო იცით? უყურე, მე ვარ შემწრე რისა. დიახ. უხუცები რო ისხდნენ და ყვებოდნენ და პატარა ბიჭი ვიყავი და ალბათ ღმერთმა ეს სპეციალურად მიმიყვანა და გამაგებით. და ყვებოდნენ რაღაცებს და დავიმახსოვს, სად იყო აგურის ქარხანა მაშინ? კრამიტის ქარხანა გაგიგიათ? ეხლა ძლევის გააკეთეს და უშვებს რაღაცას. არ არსებობდა, სოფელი ცხოვრობდა ერთი ოჯახეთი. ვიღაცა სახლს აშენებდა, ვიღაცა დურგალი იყო, ვიღაცა კალატოზი იყო, ჩავიდოდითო, მოვზილავდითო თიხასო, გავაკეთებდითო აგურსა, კრამიტსა, ვიცოდით რამდენიც სჭირდებოდა და ვეხმარებოდით ამ ოჯახზე, გავმართავდით და გადავიდო და ოჯახში იქა, რო შვილი ყავდა და 3-4, რო გადავიდო და დაოჯახდებოდა, თავისთვის ყოფილიყო, კომლი ყოფილიყო. მეორე წელიწად სხვას ვეხმარებოდ. ეს ერთი ოჯახი ვიცხოვრობთ. ეხლა კედლის იქით კაცი ცხოვრობს, არც კი იცი ვინ არის. არც სახელი იცი, არც გვარი იცი, რასაკეთებს, კედლის იქით 20 სანტიმეტრის იქით არის. ერთი კორპუსი ბევრ სოფელზე დიდია. გაუცხოვდით ერთმანეთს. აი წერითიც დავიწყეთ. გაუცხოვ, ზუსტად. ჩვენ ერთი აგურები ვართ მეთქი, ერთი ადამიანი დავივიწყეთ ერთმანეთს. ყველაზე კაი ვარიანტია თუ გაიცა კორპუსში ცხოვრობს, შეიძლება ქუჩაში გამარჯობა უთხრა, იმანაც გითხრას და ამით თავდება ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ერთი ფრონტზე ვცხოვრობთ, ერთ ნამში ვართ, ერთ გემზე ვართ და ეს რაც იძახით, იცი? ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არის ისა, ფსალმუნების ძველი კი, ფსალმუნებზე უფრო ძველი. შურმა შეიპყრო ერი უსწავლე და ბაძვიდა იგი ცხოვრობს. რა არის იცით? ჩვენ ვერაფრით ვერ გამოვდივართ ამ ღვთაებრივი სწავლების გარეთ. სადაც იქით გარეთა ყველგან ეშმაკია და ჩვენ იმის მაგირად რომ ერთმანეთს შევჭიდროვდეთ, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, დავეხმაროთ, გავუყოთ ლუკმა ერთმანეთს გახსოვთ, რუსთაველზე რომი იყო და დენირო არ იყო და ეს არა იყო და ქუჩაში და ეზოში რომ ხარშავდით საჭმელს და უნაწილებდით, აი ის იყო სიყვარული. ხო, ართალი მზადებით, ხო. აი მივხედავთ, აი იმ ხელა ტკივილების, აი ხელა რაღაცა ვიცმენდით და ვეხმარებოდით ერთმანეთს. ატანა მამაო და უფრო მნიშვნელოვანი რა იყო, იცი, გეფიცებით, აი მაშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე კი არ დამეძინა ნაჭამს.
აი ჩემ მეზობელს შეხვედროდა პური თუნდაც. გახსოვთ რიგები და ისინი იყო, ხო? აი რიგებში მეწვიდე მე რაღაციდან კი არ შევიდა პური. და რამდენჯერ აი ის მომენტები იყო ხოლმე, ხა მე ცოტა პატარა ვარ, მაგრამ აი ეს მომენტები რაღაცნაირად აი ხო თითქოს სიცივე იყო და რაღაცა, მაგრამ ერთმანეთს ადამიანები მაინც ათბობდნენ თავის სიტყვა იყო გამიგე და ეს ასად გვაძლებინებდა. ეს გვაძლებინებდა თორე ხა სიცივის გაძლება სასიამოვნო კი არ იყო და უშუქობის გაძლება და როდის მოვიდოდა შუქი თელი დღე ველოდებოდის რომ იქნება 10 წუთი მოსულიყო და თუ შეიძლება მოვიტყვი რა ძალიან დიდი ბოდიში და აი ადრე თუ გახსოვთ მამა სამარშრუტო ტაქსები იყო ისინი და ძალიან ბევრი ადამიანი ამოდიოდა არავის არ ეხლა დღეს თან კონდიციონერს და იმას ლაპარაკი არ იყო დღეს ეხლა კონდიციონერი რო არ იქნება იქ ზედმეტი ადამიანი როგორი ჭუბი და ისა და ადრე ატანა იყო რომ აი ისა რაღაცა აი ხო ხდები სხვა ის იყო და თუ შეიძლება მამა აი ამას ეს ხო მოგვენატრება ჩვენ ეხლა რა გვენატრება კიდე ხო აი შეიძლება ქართული ლაპარაკი მოგვენატროს ცოტა ხანში მამა ტერიკი არა ქართველი ვიღაც ის ესე იგი ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე ისე ჩვენ ვაფუჭებთ ამ ჩვენს აი მამა ელემენტარული ბოდიში ხდი ემიგრაციაში ადამიანი მიდის 10-20 წელი ვიღაც ქართველი მეზობელი ვიღაცა ნათესა კი არ დარდობ პირიქით გაუმართლავ რას გაუმართლა კი არა ადამიანი წარმოიდგინე გშორდება და შეიძლება 10 და 20 წელი ვერ ნახო ხო ეს აღარ არის მამა ძალიან ბევრი ვიცი მე ხა დიახ ძალიან ბევრი წავიდა და გარდაიცვალა პირდაპირ ერთ კვირაში გარდაიცვალა აქ ფული გადაიხადა $20,000 დაუჯდა წასვლა წავიდა და გარდაიცვალა და ჩამოსვენება დაუჯდა კიდე ერთი იმდენ ხიმა რა მოგებანახა ხო მაგრამ თვითონ ქართველის ხასიათზე მამა აი როგორი ისინი არიან თავის ოჯახის წევრის გამო ისე ეწირებიან რა თქმა უნდა სხვა გამოსავალი არა რა თქმა უნდა თვითონ უნდა რომ ტკბილად დაბერდეს 60 წლის არის 65 წლის მაგრამ დგებიან და მიდიან ხოლმე მამა გაჭირვების ბრალი ესე რა არის იცი ჩვენი გაუტანლობის ბრალი ქართველის გულითან მამა არ უნდა გაუტანლობის ბრალია აი სამსაყრა დღეს ახლა გადასულები ვართ რაზე რომ აი ტურიზმი განვითარდეს რესტორნები მოდი ცოტა მიგვირს რა ნუ თუ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ცოტა სერიოზული რამეები გავაკეთოთ სერიოზული რამეები გავაკეთოთ შეგვიძლია და რო არ შეგვეძლოს იმაზე ხმე არ მინდა ვილაპარაკო ისეთი რაღაცები რომ ეს დამძიმებული საზოგადოება კიდე არ გვინდა ჩვენ ჯობია რომ იცით რა თქმა უნდა მინდა რომ გავახალისოთ იმედი მივცეთ რომ შეიძლება რა არის იცით სახელმწიფოებრიობა ეს არ არის რომ შემოღობილი ტერიტორია გვაქვს თავრობა გვყავს სკოლები გვაქვს ავადმყოფები სახელმწიფოებრიობა ძალიან სერიოზული რამ ესე მარტივად არ ყალიბდება ამას გამოცდილება უნდა ხა გამოცდი აი თუ ამის მაგალითსაც გეტყვით ახლა მოდით 1990 წლის მე რამდენი მთავრობა გამოიცვალეთ ყველა ვინც მომიდა ის არ ვარგა და მე თვითონ დგება და მე დგება ამის მომენტიც რომ ის არ ვარგა ჩვენ რაღაცა რაც შეეძლო გააკეთა მოდი ახლა ჩვენ თუ კეთესები ვართ ცოტა მეტი გავაკეთოთ და ვთქვათ რომ აიცი რა მე ეს კი გავაკეთე მაგრამ კიდია ეს გასაკეთებელი აი სულ ყველაფერი გაისია კარგად რომ ვის ვატყუებთ რას ვატყუებთ იცი რა მამა აი ყველაზე ცუდი რაც არის რომ რა მახსენდება ისი ანდაზა გიჟი ხორტელი შევიდა რა კაია აი ესე ვართ რა იცი რა მამა აი ყველა ფიქრობს რომ ეხა მე მესმის ამ ადამიანებს რომ ვიღაცა ფიქრობს რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს არა იმ ერთით უნდა დაიწყოს არა რა არის იცით დიახ მერცხალი რა თქმა უნდა გაზაფხულს ერთი ვერ მოიყვანს მაგრამ აქ სისტემა უნდა ამუშავდეს აი სახელმწიფოებრივი სისტემა ჯერ არ ამუშავებულა არც ამუშავდება. არა, ამუშავდება, ამას დრო ეს ამუშავდება, მაგრამ ამას დიდი დრო ჭირდება. მაგრამ ის ხალხი აღარ იქნება, ვისთვისაც უნდა ამუშავდეს. ნუ სამწუხაროდ ჩვენ და ძალიან დიდი ადამიანები ესე ქრებიან, მამა. კი, არა, ეგ კიდე სხვა საკითხი ახლა. კივილი არის, მამა. ჩემ ახალგაზრდობაში ხალხ ხშირად მეხდებოდა რაიონში სიარული და მატარებლებში ძალიან ბევრი კარგი ჭკვიანი ხალხი იყო, ხო, ერთმა კაცმა ილაპარაკა რა. მე ახალგაზრდა ვიყავი მაშინ სადღაც ერთი 30-საც არ ვიქნება. შვილო გულისტკივილი თქვა, ახალგაზრდა ვიყავი, გვითხრეს რომ აიცი ეხლა
ამას გავაკე, კარგად ვიქნებით. გავიდა 10 წელი, ახლა კარგად ვიქნებით. ახლა კარგად ვიქნებით. გადავცილდი 70 წელსაო და ახლა რა აი სულ მომავლის მოლოდინში რომ აი მე ვიქნები კარგი რატო მე შევესწრო ხო შეიძლება ხო ბევრი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან რომ აი ოცნება დარჩა და ვერ შევესწარით და რაღაცა აი რა არის იცით ცრემლიანი წავიდა რა ის გაკეთებაც უნდა და ვერც თავის თავს გაუკეთა ვერც ოჯახს გაუკეთა ვერც სამშობლოს პოტენციალი ჰქონდათ აი მე საკმარისად მეცნიერებსაც ვიცნობ კულტურის მუშაკებსაც აი დიდი პოტენციალია და მე გული მწყდება იმაზე რომ ის მოკლავენ არ კლავენ რა არის იცით კი არ კლავენ არ ვიცით გასაქანი არა გასაქანი რა არის იცით აი სწორედ ეგ არის სახელმწიფოებრიობა ჩვენ აქ სხვა დროსაც გვითქვია რომ აი სტალინმა კარგად გამოიყენა ის პოტენციალი რაც საბჭოთა კავშირში იყო ამუშავა რაღაცეები ომის დროს 12 დღეში მინდორში 12 დღეში ქარხანა აშენა ტანკი გამოუშვა რომ დაიწყეს არაფერი არ იყო და 12 დღეში მე ახლა საოცარამეს მოგიყვებით ახლა ხან ეს თქვი ხაშურში დავიბადე გავიზარდე და 60 სკოლაში ვსწავლობ 70 წელი არ არის და გავიღვიძეთ დილით და ქუჩაში არის ასფალტი დაგებული ეს ასფალტი გაღმოჩნდა რომ ბორჯომიდან ხაშურამდეა დაგებული ერთ ღამეს და ვერავინ ვერ გაიგო ვინ დააგო და როგორიც დააგეს და რა მოხდა სინამდვილეში ვიღა ჩამოდიო მე აიყურეთ ბორჯომში იყო სამთავრობო აგარაკი და მაშინ საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტის იყო კოსიგინი ჩამოსულა კოსიგინი და როგორ ჩამოვიდა თბილისი მოსკოვის მატარებელი იყო და ამ მატარებელს კვირაში ერთხელ ებმეოდა მოსკოვი ბორჯომის ვაგონი ამ მოსკოვი ბორჯომის ვაგონი ჩამოვიდა ისვენებდა ვერავინ ვერ გაიგო ვინ იყო რა იყო როგორ იყო ვინ ჩამოვიდა რა ჩამოვიდა რა თქმა უნდა გასაიდუმლო დახურული იყო და ვერავინ ვერ გაიგო მაგრამ მოხდა ისე რაღაცა სასტრაფოდ უნდა წავიდეს მოსკოვში როგორ უნდა წავიდეს თვითმფრინავი ვერ დაჯდება ბორჯომში და თბილისში ჩამოვიდეს ან ისე და გასავლელი ქონდა ეს გზა და უნდა გაევლო თურმე მანქანით იმიტომ რომ ჩამოვიდეს ხაშურში მანქანით და მე ჩაჯდება მატარებელში და წავა და ერთ ღამეში ბორჯომიდან ხაშურამდე დააგეს ასფალტი არც ხმა არ ყოფილა არც არავის გაუგია ან ვინ დააგო როგორ არაჩვეულებრივი პოტენციალი ჰქონდათ კომუნისტ ჩვენ გვიყვარს არ გვიყვარს მოგწონს არ ქონ ისეთ რამებს გააკეთებდნენ რასაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ აი ვერ წარმოვიდგინდით რა ეხლა მამა ჩემი ხაშურის რაიონის გაზეთის რედაქტორი იყო და იმ ელიტაში ტრიალებდა რაც ხდებოდა ხაშურში და ამათ ელიტამაც არ იცოდა რაიკომის დივინებმა არ იცოდნენ იმათ არ იცოდნენ რომელიც განაგებდნენ რაიონებს და გამოვიდნენ და გაუკვირებული იყო ასფალტი დაგებული დილით 9 საათს ხო ხმერ ის კომიდა იცი პოტენციალი გვაქვს მაგრამ აი დღეს რო არის ქუჩებში ხო ათხრიან ასფალტს ააგებენ ერთი თვე დაანგრეული ინგრევა კიდე და მე ერთი თვის ვერ დააგებჯო იმათ თუ ამ ხელა 18 კილომეტრი ერთ დღეში გაიყვანეს მოდი ისე აანგრიე რომ მაშინე დააგე და დაამთავრე მე მიყურებიაო საზღვარგარეთ მაინტერესებდა საზღვარგარეთ როგორ ხდება ეს იაპონიაში რა მოიგონეს იცით აი გზას აკეთებენ ხო 1 კილომეტრი გზა უნდა დააგო მოყავთ პლატფორმა იქვე ბეჭდავს არა პლატფორმა მოყავთ ხიდივით აკეთებენ დააყენებენ ბორბლებზე არის ხიდი ეს მანქანები რომელიც ამ გზაზე უნდა ევლო ადიან მაღლა გადადიან წავლი გააგრძელებენ და ქვეშ მუშაობენ დღე და ღამე დაამთავრებენ უცბად და დაამთავრდა გაიყვანებენ და ისევ ის არის
ჩვენთან არის რა თხრიან და აი პატარა როა გასაკეთებელი ერთი დღისა ორი თვე არის დანგრეული გზა და მანქანების ფუჭდება და იცით რატომ ამაო მე გეტყვით ყველაზე ცუდი რაც არის რომ სხვაზე ფიქრი საქართველოში მორჩა არა სხვაზე რა ჩვენ გარანტია კაცო ეხლა ის რომ სხვაზე ფიქრობდეს მამაო ხო სიტყვაზე ვიღაცა რომ შენ ერთი კვირა წვალდები იქ ან აი იმაზე რომ ფიქრობდეს რომ მაგალითად ვიღაცა ახალგაზრდა დაიჭირე 7 და 8 წელი მაგალითად ამაზე ხო არ ფიქრობს არავინ იმას რომ დაურთხავს ჩაქვს არ აინტერესებს იმის ეხლა ნახე მე აი თუ შეიძლება მე ჩამოვთვლი და რაში არ მეთანხმები მე გავაგზავნოთ იმიტომ დღეს მინდა თქვენთან კამათი სხვათა შორის და თუ გინდათ ვიკამათოთ არ არის პრობლემა ნახეთ მამაო ფიქრი სხვაზე სხვის კეთილდღეობაზე და იმაზე მორჩენილია მამო. განა იმიტომ რომ ვიღა თავრობა და იმაზე კი არა. ერთმანეთზე არ ვფიქრობთ. მიხვდით მამო. არა, რა იცი, ეგ ხმე შევისწავლე ეგ საკითხი, ხე მარტივად არ არის. ჩვენ შეშინებული საზოგადოება გავხდით. გვეშინია ყველაფრის და ინიციატივას ვეღარ ვიშ. ესე თუ უფროსმა არ მითხრა, მე ხვას არ რა ძალამადგია, იმიტომ რომ მე რო რაღაც აუტყივარი თავი, აუტყივე იმას არ რაღაცა გავაკეთო. ხო. მე შეიძლება მოხდეს ამას და გამომაგდო და სულ შედავრჩი. ამიტომ გაჩვენებული ვარ, გაიგე? აი ეგ არის თელი უბედურება. ჩვენ არ გვინდა. აი რა არის იცით ახლა მე არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ აი საცობები რო არის რა ქალაქში. საშინელი. რა არის საშინელება იცით? თქვენ აზრზე არ ახართ. მე სხვა ასპექტს დაგანახო. რა მომითხარით? ახლა მე რო არ გამიახე ისეთ დამენახე. დაგანახო. ჩემთან რომ მოდიხართ აგერ მოდიხართ 2 საათი მოდიხართ. ჩვენ ხო კი ბატონო, მოსულაში კი არ არის დაუშვათ მე უნდა მოვიდი ამ საათზე, წამოვალ 2 საათით ადრე თუ 3 საათით ადრე მოვალ. და შეიძლება დამაგვიანდეს, დაუშვათ დამაგვიანდეს. აი ეს არ არის პრობლემა. ეს კი არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის რომ მე რომ ამ გზაზე მოვდივარ ადრე თუ უნდებოდი დაუშვათ სიტყვაზე. სიტყვა მაგალითისთვის 9 საათს ეხლა უნდები საათზე მეც. ეხლა აქ რა არის ისი ტრაგედია რომ ეს მანქანა ხო საათზე მეტი დაქოქილია და უშვებს ბოლს. ამ ბოლს ხო ყველას უნდქავთ. ბავშვიც, ქალიც, მოძღოლიც, ქუჩაში რომ მიდის ისიც, მინისტრიც, მთავრობაც, პარლამენტარიც და სულ ყველა ერთნაირად ვიწამლებით. და ჩვენ სიცოცხლე მოკლდება. რა თქმა უნდა, თქვენ წარმოდგენა არ აქვს, მე ამის სპეციალისტი ვარ და რა არის იცით, ის კი არ არის თავი დრო. ხო, ჩვენი გზები იყო ამ შიგანი და გახდა მე-13. ყველა იმაზე ზონა სულ გზა გააფართოვდა, ჩვენთან ავიწროვებ. ეგეთი არაფერი არ მინახავს. გინესების წიგნში შეიტანეს ყველაზე განიერი გზა, რამდენი მეტრი წარმოგიდგენთ ქუჩა. როგორ გონიათ 300 მეტრი სიგანის ქუჩა ბრაზილიის დედაქალაქში 70-იან წლებში 300 მეტრი იყო ქუჩის სიგანი და ჩვენ რაც აგვაკაცო იმასაც ვაპირებთ ისე იქნება ისე გაიჭედოს რომ ხალხმა აღარ გამოიყენოს არ უშველა ამან ხო ხედავთ არ უშველა იმან რომ ხალხი მაინც დადის ამ მანქანებით და თბილისი არ არის ის ქალაქი სადაც ველოსიპედით ივლის კაცი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად გმირთა მოედანზე აღმართზე ველოსიპედით ახვიდე იქა პროფესიონალი სპორტსმენს გაუჭირდება ხალი დაჯდება და იქ მითავა ვერ ხო ხედავთ რა არ არის მიხდით ჩვენ შეცდომას რაღაცა შეუცდები არა ვარ ნუ გვეშინია ამ შეცდომის აღიარებისა მოდი შევცვალოთ ახლა და დავანებოთ ამ ველოსიპედებზე ოცნებებს თავი დამთავრდა ევროპა სწორია ბრტყელია დასავლეთ საქართველოს ბრტყელია იქ ადვილია ველოსიპედი ჩემი სიმამრი სყავდა დეიდა სამტრედიაში და ოცნებობდა ხოლმე სამტრედიაში წასვლაზე სიმამრზე ვლაპარაკობ მე რომ იქა ველოსიპედები დავდიოდით ხოლმე ბავშვობაში და ის ტრადიცია იყო იქა და სწორი ადგილი აღმართია და ჩვენ მერსაც ეგ შემოჩა სამტრედიიდან არის და ეგ შემოჩა ღმერთმა დალოცოს კაცო მაგრამ ახალგაზრდაც მაგიტომ უნდა სამტრედიაში გონია თავ ეგ ცუდია ეგ არ გამოვა გამიგე არ შეიძლება
არა იცით რა მე რა შევატყე იცი რომ ვიღაც ადამიანს თბილისელებთან და თბილისთან აქვს პრობლემა მამო აი ამიტომ არის აი ყველაზე ის რატო განადგურდა მამო რეგიონი განავითარა ჩვენ ხალხური სიბრძოლე სადაც მიხვალ ის ქუდი დაიხურე მე ეს ამაზე მეჯავრებოდ არა ისე მამო მართლა საზიზღარი არა თუ ჩავწუდები კარგად არ არის საზიზღარი ჩავწუდი და რელიგიურად ცუდია რა ეხლა სადაც მე ხა მუსლიმებთან მივიდო და ჩემი ქუდი დაუფარო აი ახლა მაშინ აგიხსენ და თუ არ დამეთაქვები ნახოთ ესე იგი სადაც მიხვალ ის იქაური ქუდი დაიფარეო ნახე და უკვე იმას კი არ გეუბნიო შენ შეიცვალე ქუდი დაიფარეო ვარ გამოაჩინო შენი მე მაგრამ გარედან ისეთი იყავიო კაცო შენ კი არ შეიცვალო ბუდიშდა კი არ ბუდიშდა გამამაძაღლდე და გაუხდე და გაწუძდე ვარაო შენ იყავი რაც ახარ შიგნით მაგრამ გამამაძაღლება მამაო და სტარტი მაგით იწყება ჯერ ქუდს დაგაფარებდა მე იქაო პალტოსაც მოგახსენე ეგრეა ეხლა შემოკარგო ახლა შენ წახვიდე ბოდიში და ციმბირში და ტროსიკმა იქით წახვიდე და აი ხა მილიციაში რო შევიდე და იქაო ქუდი დავიფარო არა არა ხო ბოდიში გიხდი ეხა ეგრე ვამბობ ეხა იაველებთან რო შევიდე ვერ დაგეთახმები. აბა რას ვამბობ? რა ვაი ხოჭხობობ და ვერ დაგე. კი, ძალიან. პირიქით პოლიციასა და მილიციას ჭირდება პატიოსანი ხალხი. იქ მამაძაღლი კი არ უნდა იყოს. იმის პატიოსნება მამაო საზომით სხვა არის. არა, იმის პატიოსნება რა არის? იცი მამაოზე მითხარ ერთი რა და შენ იმისთვის პატიოსანი მე წერ ეგრე არ შეიძლება. მომისმინე ჩემო კარგო. გახსოვთ თქვენ რომან გვენცაძე? კი. მე მინისტრი გახდა. კი. იყო ჩვეულებრივი გამომძიებელი. ვაშკაცი კაცი იყო. ვიდევდა პატიმარ, უნდა დაეჭირა კაცი. ვიცი ხო, ძალიან მაგარ პატიმარს. სისხლივე გადააჭირა. ერთმანეთს როლებდნენ და დაჭერა რომანმა ისა და დაიჭირა მერე. და წაიყვანა სავატყუპი თავის სისხლი გადაუსხა კაცი. ხო, მაგრამ ნახეთ მამაო. ნახე ერთეული ფაქტობით არის ზომა. მაგრამ ეს ხო დავიმახსოვრეთ. ეხლა რომან გოცაძის მაგალითით არ შეიძლება თქვა რომ მთელი ყველა კარგები არიან. არ შეიძლება კაცო. მე მაგას არ გედავები კაცო. მაგრამ თუ პოლიცია არ იყოს სპეტაკი, თუ მედიცინა არ იყოს სპეტაკი და მასწავლებელი არ იყოს სპეტაკი, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ეხლა ექიმთან რომ მიდიხარ აი მაგალითს გეტყვი ერთი მრევლი მოვიდა და მამაო არ შემიძლია რა ვქნა ვივედი ექიმთან და ვეუბნები წელი აგერ მტკივა მეთქი აქ უკან თელი თითქმის დავიდიო ხელიო და ასინჯა გადამიღვა ისე და აუ კენჭი გაქვს ექიმი დაფიქრდიო რა კარგად გთხოვ რა კარგად მაჩვენო იმაშიო კომპიუტერში აი კენჭიო აღმოჩნდა ვაგინიო თირკმელი ამოჭრილი მაგდა რა არის კენჭი რის კენჭიო იქ ეხლა ისიც ექიმია ეგრე ყველა შეიძლება მიუდგეს რამდენი ბოდიში და სამღვდელოც არ მომწონს მე თქვენზე კარგად თქვენ ცოტა იცით და მე უფრო ბევრი ვიცი მაგრამ ერთეულის იმით არ შეიძლება იმას მოზომვა ხო და უნდა ვეცადოთ რომ გამოუსწორდეთ იქაც კარგი გჭირდება აი არ გამოვა სახელმწიფო თუ პოლიციაში პატიოსანი კაცი არ იყო ყველაზე დაჩაგრულები ვინ არიან დღეს იცით მოსამართლეები რატო მოსამართლე სულია კოდექსი შეუბნება რომ აი ამ დანაშაულს ეს უნდა მიცე ამ დანაშაულზე ეს უნდა მიცე იმას უფლება არ აქვს შეცვალოს ეს კოდექსი ვინ მიიღო იცით წინამთავრობამ მიიღო და იქ თელი ამბები ატყო თქვენ აი კოდექსებია გასასწორებელი და არა პოლიცია მოსამართლეები რომ ადეკვატური სასჯელი იყოს ამათვე ვინ გაძალებს მე მამა რასა აი ხანახე მამა ვერ გავიგე ვინ რას გაძალებს მე იქ რო იყო სადაც არ არის სამართალი იქ რო იყო მოსამართლე არა ახლა მაშინ ეგრე თუ ყველა ვინ გაძალებს ახლა შენ ხარ ჟურნალისტი მე არ მაძალებენ მე მომწონს ვიღაცა პოლიციელი იყო ვიღაცა მოსამართლობას ნახავ მე ამავიქნე ჟურნალისტი მაგრამ მე აქ მოსამართლობა არ მინახე შენ სერიოზული კაცად აღიქონდებს ჯერ ერთი სამართალი არ არის კაცის ფუნქცია შენ ყოველთვის მართალი გონი შენ არა მაიცა ყველა შეიძლება არ ვიყო მაგრამ შეიძლება არ მოგწონდეს შენი საქციელი ეს გასაგებია მაგრამ მაინც მართალი გონი იგივე არა მე პოლიციელსაც მოსამართლესაც ქურცაც პატიმარსაც ყველას მართალი გონი მტყვანი მოსულა შენთან მინდა ვთქვი მტყვანი ვარ გასაგებია მაგრამ აბა რატო გეწოდება მაშინ თუ მართალი გონია თავი ტყუილში
ბიჭო ის გატყუებს და შენ გჯერავს მე. ანუ დღესაც პრობლემა რა არის ადამიანის ჩვენი მოვალეობა სიფხის. ეშმაკი მოგატყუებს, შენ უნდა იყო ფხიზი. გიორგი, დღესაც ჩვენი საზოგადოების პრობლემა რა არის, იცი? ადრე რა იყო? კაცი კაცს რო ეტყოდა მოკვდებოდა და შეასრულებდა. გეხოთ რა დიდი ბოდიში ხა. ეგეთი შტერიგონია სიტყვაზე მოსამართლე რომ ვიღაც ბავშვს სიტყვაზე ვიღაც ახალგაზრდას 15 წელს რომ ის ჭუბის გამო. იმას არა აქვს ბიჭო, კოდექსში უწერი ესე. შენი ჭირი სიბოროტია. არა, კოდექსში უწერი ის ხას ვერ მიცემს. კოდექსია შესაძლებელი არ გესმის კაცო. უფრო დიდი რამეა, შენ იცახი პატარასა, მიგეუბნები დიდსა. კოდექსია გასასწორებელი. იმ კოდექსში შენ რომ მიპრავებ. არა. რასაც ქვია. ის კოდექსი შენ რო წახვალ, ისო წახვალ და ის რო არ მიიღებს და მე თქოს. არა. გავასწორებ. ვერ მოსამართლე ვერ გაასწორებს კოდექსზე კაცო. ხო და კოდექსი უნდა გაასწოროს პარლამენტმა. ნახეთ მამა, გეტყვი, გეხვეწებ ერთი წამი, ხო შეიძლება რომ მეც დავიცვა ჩემი თავი. იმას სასამართლოზე ხო. ნახე ეხლა ერთ რაღაცას გეტყვი. შენ რომ ჩემთან არ იმსახურებ, მე ხო ამით მიმახვედრებ, რომ არასწორ საქმეს ვაკეთებ. ბიჭო, ის ვიღა შენ რომ ჩემთან სახურობდა, რომ გათბი, კარგად. შენი ჭირიმი არა, არ არის ეგრე. მე კარგად ვიცნობ იურისპრუდენციის ამ საკითხებსა და არ არის ეგრე. ეხლა მე რო წეყან ექიმზე ვთქვი, ეხლა ის ექიმი გავაგდოთ არის იმსახურებს, არც ერთი ექიმი არ ყო. შახაბაძემ რა გააკეთა, იცი საქართველოში? ყველა ექიმი დექიმბაში წაიყვანა. მოგ რომ შემოვიდა და ააოხრა საქართველოს ყველა ექიმი დექიმბაში წაიყვანა. და ეხლა ექიმები რო წავიდნენ. ხო. ვინ უმპურნელებს ამ ხალხს? მოსამართლეები რო არ იყვნენ, ვინ იმას გაასამართლებს? არა, ნახე მამა. არჩელ ის რა არის იცი? მოსამართლეს უნდა სწორი კოდექსი დაუწერო. რომ აი ამ დანაშაულზე ესეთია. ეხლა ნახე რა საოცრებებს ამბობ. მამა, ეხლა ნახე. აი ხა მოსამართლე გამოკვდა, ხო? და რას ღვთის წინაშე წარდგა და ამბობს რომ მე ჩემი ბრალია კოდექსი იყო იგი. რა კარგია? აი შენ მაგას ამბობ და არ შეიძლება. არა, მე მაგას ეგ თქვი, აბა რა თქვი? არა კაცო. მოსამართლე გაამარჩი ცოდოა. და შენ რა გონიათ თქვენ ახლა რომ მამა ღმერთი იმას ამს ეხლა შენა ხო მოსამართლე აი ხარის ისა რო ქვია ის იყო რა ქვია ერთი გიორგი შენ როგორ ფიქრობ აი იქ რო არის შენ რო იძახეთ 15 წელი მიუსაჯა იქ არა უწერი იმ კოდექსი წაგიკითხია კოდექსი ხო მაგრამ შენი ადამიანური სად არის მამა არა აქ იმას უფლება ის ფიცი სად არის რო და არა აქ იმას უფლება შეცვალოს იმან უნდა იმუშაოს კოდექსი იქ წერია რომ მამა ხუთ რას ქვია კაცო ყველა რო წავიდეს ვინ გააკეთებს იმას იქ წერია რომ ამ დანაშაულზე 5-დან 10 წლამდე იმას შეუძლია მადლობა მომეხადა მამა თემურაზის მერე მინდოდა მადლობა მომეხადა მართლა ძალიან ბევრი მაგარი ეთერი დატოვა ამ ტელევიზიამ რა რომ მამა თემურაზი მარტო 50 საათი მყავდა და ძალიან ბევრი მოძღვრის ისტორია მაქვს რომელიც გარდაიცვალა წარმოიდგინე აი ხა წარმოგიდგენთ მამაო ძალიან დიდი მადლობა მართლა ამ ტელევიზიას რომ აი პირდაპირ პატრიარქის კურთხევა იყო ჩემი გადაცემა და მიმიღეს და რამდენი საათიც არ უნდა იყოს სუთანყვებია და დიდი მადლობა მართლა აი ხმას არ ვიღებ იმიტომ რომ აი ყველაზე ბედნიერი ვარ რომ აი ამ სიტუაციას გვიქმნია და მადლობა მართლა ეკლესიას რომ ესე უდგანან მამაო აი მართლა რა აქ რომ მღვდელი არის უპირატესი და ეკლესია მადლობის მეტი რა მეთქი ხო და აი ნახეთ მამაო ეხლა აქ რომ მე მითხრა რომ პატრიარქზე თქვი ცუდი იმაზე თქვი მღვდელზე თქვი სიტყვაზე რომ ნახეთ მამაო და მე რო გითხრა რომ ჩემი ბრალი არის მე ჟურნალისტი ვარ და იმათმა და როგორ შეიძლება მე უნდა ავდგე და უნდა არა მამა ეგრე არა არაადეკვატურ შედარებას ამბობ შენა აი ეგ მოსამართლე ცოდოა ის დაუწერეს არა მოსამართლე ცოდოა იმიტომ რომ იმას აქვს შემოსაზღვრული ყველაზე მეტად აუ ჩვენ ძვირფასი დრო იზრმა ლაპარაკი შენი ჭირიმე მე ახლა საერთო ცხოვრებაში ყურადღება არ მიქცევი არა რა რიცი ეკლესიის სამართლიანობა და ახლა ჩემთან რომ მოდის კაცი მრევლი მე შეიძლება ძალიან მიყვარდეს ძალიან მინდოდეს ხო მაგრამ რომ დააშავა რაღაცა ეკლესიური თვალსაზრისით მე უთხრა იცი რა შენ ძმაო რა კაი ხარ ჩემი შინაური ხარ და თავისუფლებას გაძლევ რაც გინდა შეღავათი გაუწიე შეიძლება გეკითხები ახლა შენება გამეცი პასუხი რომ გაუწიო შეღავათი ხო მაგრამ ეს კითხვა რომ მოგიბრუნო არა ვერ მომიბრუნებ კაცო ახლა მოხედი შენა მეუბნები მამა ვიციო მეო მარხვა იყო მაგრამ არ მიმარხულია და მაინც მინდა ზიარება რა ვქნა ახლა მე გეტყვით ერთ ჩემი ჯიგარი ხარ მეთქი და მოდი მაინც გაზიარებ მე გახდები ცუდათა გექნება პრობლემა გაიგე ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული მე ჩემი ფუნქცია როგორც მღვდლისა და როგორც მოციქულისა მე უნდა გითხრა რომ იცი რა შენ თუ გინდა რომ ეზიარო ეს უნდა გააკეთო
ეს უნდა წაიკითხო, ასე მოიქცე და მე მიიღებ ზიარება არის საჩუქარი, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებ და მე თვალებს დავხუჭავ, შენც დაიჟე, მე მინახია კაცი. არასწორით ნაზიარება. თვითონ თავის თავს რა იმაში, რასაც ეწინააღმდეგებოდა და ილაპარაკე. ეგრეთ ჩავთვალოთ, მე რასაც არასწორად რო ვაზიარე, მე ვუთხარი, რომ არა ხარ სწორი და წავიდა და ავარიაში მოყვა. წავიდა და ავად გახდა. კი ბატონო. ოპერაცია გაუკეთეს, 5-ჯერ გაუკეთეს ოპერაცია, ვერც ეგ იმან გაიგო და ვერც ამან გაიგო, რა აწუხებდა. კი ბატონო, ეხა ნახეთ, მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ. კი ბატონო. ეხა ის მოსამართლე, რომელიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ თავისი იმით. ეხა ერთი წამი მეც ხო შემილია ვთქვა, ხო? ის მოსამართლე. არა, თქვენ ხართ, რა თქმა უნდა, არა, ჩემს უპირატეს ყოველთვის თქვენ იქნებით, მაგრამ ნახეთ მამო, რასამ ღვთის წინაშე ეგრე გაიმართლებს თავს, რო იქ ეწერა და მე მაგიტო მივიღე? თქვენ ხო? კი. ეგრე გაიმართლებს. კაი ხა მამო, რაღაც ისე ნაცრის ამბავია აქ ეხლა. არა, იმას ხო არა აქვს უფლება რომ საეკლესიო კანონებით ხავს, მაგას იქ ეტყვია რომ შენ რო დაიბადე და იმ ადამიანს ცოტა ექცე. გიორგი, შენი ჭირიმე, მაგისთან შემთხვევებიც არის, შეიძლება უთხრან ვიღაცას დაავალო რაღაცა, მაგრამ მე გეუბნები რომ ეს საკითხი რო გამოსწორდეს, რაც შენ გული გიტკივა, მე შენ მხარეზე ვარ. ეს საკითხი რო გამოსწორდეს, რომ ყველა დაისაჯოს ადეკვატურად, ამიტომ კოდექსი უნდა გასწორდეს და კოდექსი რო გასწორდეს, პარლამენტმა უნდა იმუშაოს სწორედ. ეხლა როგორც კოდექსი ჩამოაყალიბოს სწორედ. ამაზე ვლაპარაკობთ, რომ იმას კი არა რომ თითოეულ მუხლზე რა იყო და როგორ ესა იქ უნდა დაждდეს ექიმის, ფსიქოლოგის, სამოდელოს ის სხვა არის, მაგრამ მე გეუბნები პიროვნულად ჩემი პასუხისგებლობა სად არის? არა, შენი პასუხისგებლობა ასრულო ისახლა. რა, ის მოსამართლეს არ ეკუთვნის, არაფერი უბრალოდ ეწერა და მე დავარტყით. იმას არ ეკუთვნის. სერიოზულად ამბობს მამა, მაგა? იმას არ მოთხოვს ღმერთი პასუხს. იმას შეიმოწმე მე. მამა, ძალიან, სასწაულად შორს არის ერთმანეთისგან ეს ორი და თქვენგან მეკვირს, თორე ეხლა რაღაც სხვა ისე რას ქვია ღმერთია? ესე იგი ჩვენ ნებისმიერ ცოდვაზე ისეზე, რომელშიც ჩვენ აზე არ ვარ თვითონ ჭყალებში და ვიღაცამ შექმნა ეშმაკმა სიტყვაზე არ მოგვეთხოვება? შენ რატო ასრულებ კაცო იმას, რაც იქ რომ მიხვედი შენ. აი მომო, მაგრამ ხო ისმა, რაღაცებში დაგეთანხმებ. არა, ვერი არც დაგეთანხმებ, ერთ მოყურებელი და ესეთი რაღაცა თქვენგან მომო მართლა არ მე. კოდექსი რაც არის იმას მე რას გეუბნები კაცო, იმას კოდექსის გასვლის უფლება. ეხა ის მოწამეები, ვინც არ დაეთანხმდა რაღაც თავრობა სიტყვაზე, რომ აი შენ გახდი მუსლიმი და ჩვენ უნდა რომ კოდექსი ყოფილიყო, რომ შენ უნდა იყო მუსლიმი, აგერც მაო წერია სახელმწიფო დადგენილება. უნდა დათანხმებულიყო და ეს არ მოეთხოვებოდათ, მამო. სიტყვაზე ის წმინდანები, ელემენტარულს ვამბობ, რა ეხა ხო ის აი ქეთევან წამებული, მაგალითად ეუბნება ჩვენ ესეთი წესი გვაქვს და როგორ შეიძლება? იმანა შეასრულა თავის წესი, ქეთევანმა შეასრულა ცხოვრებაში არ მეკონა ხუთ ეს თუ არა, დაუკვირდი და გებუნები. მე ჩვენც უნდა ქეთევანმა შეასრულა თავისი წესი და ამ წესზე შახაბაზმა დასაჯა ისა, იმიტომ რომ ის იყო იმ შემთხვევაში იქა ირანში იმ კანონების დამფუძნებელი და იმან თავის კანონით დასაჯა. იმით კი არ დასაჯა რომ ქრისტიანი შენო ასე დაარღვიო ჩემი კანონი. არ დაარღვია ქეთევანის კანონი და ისა შახაბაზის ცოლები რამდენი ყავდა და ქართველები არ იყვნენ იმის ხარამხანაში? რატო ისინი არ დადგენ? ხო, მე კაიქნეს? იმას არ შეეძლო ის ტვირთი ვერ იტვირთა და გახდა იმის ცოლი. და მე ეპატია, მაგ ეს შეიძლება რომ ისა რა ქვია, გეპატიოს მე. ეგ ჩემი საქმე, ეგ ღმერთის საქმე, ღმერთის განსასწრებელია. მამა, ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ეწყინება, მამა, მე რომ ვიღაცა ბავშვ 20 წელს დაურტყავ, იგი და ცხოვრებას უმწარებ, მამა. ჩაკუჩით მე იმას ვერ ვეთქვი ღმერთს რომ კოდექსში ეწერა და იცი იმის ბიძამ დაწერა ეს არ შეიძლება. ზედმეტად რომ დაამძიმებ საქმეს. პრობლემა არის მე მჯერავს და ვხედავ ამ პრობლემას, მაგრამ ამ პრობლემას ეგრე ვერ გადაჭერი, გამოუშვათ ის ხალხი გარეთ. კი ბატონო, ის კიდევ უარესი ნებისმიერი, ასეთი ჩვენზე ბრძენ ხალხს უთქვას, ნებისმიერი დაუსჯელი დანაშაული კიდევ უფრო დიდ დანაშაულს ბაგებს. აბა ახლა თუ დანაშაულოა და გამოუშვებენ რა დანაშაულს კი არ გეუბნები. სხვისი სიცოცხლე რო არ გაინტერესებს, მაგას გეუბნები, მაგას მე ვერ გაიმართლებ თავს, რომ კოდექსში ეწერა და ისა. და გითხარით თუ ტელეფონი გავთიშული და მაინც დაწერა. დარეკ, აი როგორ დღეს რაღაცა მომო. სამწუხაროდ, დრო
დრო მოიწურა ჩვენ. ნახე, აი ნახე, ჩემი ხმა იყო, ნახე, რამდენი თან აუ გათიშული, აი ზუსტად ესე იყო, იქამდე აი ესე აპატიეთ. გეხვეწეთ და რა არის? სუხშიათ, მაგრამ დრო გავა. სხვადასხვა რამეზე დავო. გიორგი, მე შენ გეთახმე, მაგრამ შენ ვერ გაიგებ ეს გეუბნები. ის პრობლემა აპატიეთ, ხო. პრობლემა რომ გადავჭრათ ეგრე არ გადაიჭრება ეს გამოუშვოთ მოდი შემდეგში პრობლემაზე ვილაპარაკოთ. გამოშვებაზე არ გეუბნებით, просто უბრალოდ რო გავიდა, ბოდიში გიხდით რა. მე გამოშვებაზე კი არა, უბრალოდ სხვას რო რაღაცას ურტყავ. შენ ამით ვერ გაიმართლებ, რო იცია ცუდი ვიღაცა კოდექსის დამწერელი, ვიღაცა მთავრობა და ჩემი ბრალი არა. არა, შენი ბრალიც არის, იმიტომ იმას რო არ ეყოლება მოხალისე, ის აღარ დაწერს. ერთი რო ვარცევს, მეორე მესამე. სახელმწიფოს ეგრე ვერ ავაშენებთ. ნაცნობობით ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს. ნაცნობაზე არა, ჩვენ მე გეუბნები ღვთისწინა შენ ამოგვეკითხება რა. თვისინაში სხვას რო არ ვითვალისწინებ. რატო გავაკეთოთ კაცო ისა და აღარ იქნება ეგ პრობლემა. დიდი მადლობა, მაპატიეთ, დრო გადავაჭარბე, მაპატიეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვადარდებდეს ერთმანეთი რა, იქ ადამიანობა. იმიტომ გეუბნები ეგრე შეიძლება ერთ კაცს გადაუჭრა, მეორეს გადაუჭრა. ყველას ვერ გადაუჭრა. კოდექსი თუ არ გასწორდა არ გამოვა. ის წესები თუ არ ჩამოაყალიბეთ, არ გამოვა რა. დიდი მადლობა, ყველაფრისათვის. ჩვენ ერთმანეთს შეღავათი უნდა გაუწიოთ და აი ზუსტად საქართველოში ეგ მოკლა ეშმაკმა, რომ რაც იყო მთავარი, რომ ერთმანეთის იმედად რო ვიყავით, ხო? ეს აი ამას კლავს ბოროტი და გეხვეწებით ჩვენი სახით არ ვქნათ რა. იმიტომ მამა თეიმურაზი აი მამა თეიმურაზ ეს უყვარდა, რომ ხვის გამო თავს დებდა რა და იგივე იმ მამებს და თქვენიც მამაო ზუსტად ვიცი, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ხართ. დიდი მადლობა იმისათვის რომ მოგბრძანდით. დიდი მადლობა. მადლობა. ხო, დღეს აი არ მეკონა რომ თუ რაღაცას ვიდავებდი თქვენ. არა, ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა გიორგი რა ისიც არის საკითხის მოკლედ გადაწყვეტა და არის სერიოზულიც გადაწყვეტა და თუ ჩვენ გვინდა რომ სერიოზულად ვისაუბროთ შემდეგში. ბატონო, დიდი სიამოვნებით. დიახ, დიდი მადლობა, მამო, უღრმეს მადლობას მოგახსენეთ, ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერ კარგს გისურვებთ, გემშვიდობებით, კვირას გავას აღამოს ეს გადაცემები, განმეორები და ყველას მინდა რომ ჭირისუფლებს იმათ იმ ადამიანებს, ვისაც აღარ ტკივილი გაქვთ, ყველას აქედან მწუხარებას ვიზიარებ აუცილებლად. კარგად ზანდებოდეთ დროებით. გიორგი